2025 წლის საგაზაფხულო გამოფენას ატარებს საქართველოს კინოლოგიური ფედერაცია FCG და დღეს Skype-ს წარმოდგენილი სხვა მონადირე ძაღლებიც არიან, ბრეტონული ეპანიოლებიც არიან და ვნახოთ რა შედეგს დავდებთ. დაელოდეთ და აუცილებლად გაჩვენებთ პროცესებს როგორ მიმდინარეობს ზოგადად გამოფენა. ესე იგი ჩვენი დღეს აკოფნის მიზანი რა არის რა რო აგიხსნათ. მოკლედ საერთაშორისო გამოფენაა FCG ატარებს FCI სტანდარტებით. ანუ საერთაშორისო სტანდარტებით ფასდება ძაღლის ჯიშიანობა, ну მნიშვნელობა არა აქვს. მეძებარი იქნება, მონადირე იქნება თუ ნებისმიერი სხვა ძაღლი. ამ გამოფენაზე აბსოლუტურად ყველა ჯიშის ძაღლი გამოდის. ეხლა რა მოეთხოვება ძაღლს რინგზე რა უნდა გააკეთოს. რინგს ვეძახით ადგილს სადაც ძაღლები გამოვლენ. ძაღლმა უნდა ირბინოს რაღაცა გარკვეული ტემპით. ჰენდლერმა, ანუ ჩვენ ვისაც ძაღლები გამოყვავს, უნდა ვაკონტროლოთ ჩვენი ძაღლები, უნდა დავაყენოთ ლამაზად და მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ ძაღლების ექსტერიერი წარმოვაჩინოთ რაც შეიძლება კარგად. ეს არის ჩვენი მინიმუმი. რაც უნდა შევასრულოთ. დადებითი შეფასების შემთხვევაში ვიღებთ ტიტულს სახელად ცაც და უფრო კარგი შეფასების შემთხვევაში ვიღებთ ცაციბს. ეს გამოფენა არის ცაციბ რანგის. შესაბამისად საერთაშორისო შეჯიბრზე თუ კიდევ რამდენიმე ცაციბს აიღებს ძაღლი, მაგ შემთხვევაში ხდება ძაღლი ინტერჩემპიონი. ოღონდ სანამ ინტერჩემპიონი გახდება, მანამდე საქართველოს ჩემპიონი უნდა გახდეს და მანამდე კიდევ საქართველოს გრან ჩემპიონი უნდა გახდეს. ამას დრო ჭირდება, გამოფენებზე ტარება ჭირდება და ასე შემდეგ. ნახოთ დღეს რა შედეგს დავდებთ, შემოგიერთდებით ძალიან მალე. ეხლა შესვენება არის, ჩვენი რინგი მოვა მალე და ნახოთ აბა Sky-ს გავატარებ. პირველად გამყავს რინგზე და არ ურბენია ჯერ, ანუ ფაქტიურად მომზადებელი არის. და სატესტოდ შეგვიძლია ეხლა რინგზე დავდგეთ და გავატაროთ ძაღლი. ელა მოკლედ ეს შეფასება ავიღეთ ჩვენ ცაცი და ერთ ცაციბი. მამით ერთნაირიან Sky და ლუი ხო? ლუი ქვია. ლუიმ ბობი აიღო ჯიში საუკეთესო დღეს. ძალიან ლამაზი ხვადია. ილოცავ კიდევ ერთხელ და წარმატებები და შეხვედრამდე. წარმატებები. გამარჯობა ბატონო გია. მეგობრებო, ბატონი გია არის საქართველოს კინოლოგიური ფედერაციის, ანუ FCG-ს პრეზიდენტი და ხელმძღვანელი. ორივე კითხვით გამოსაუბრები და იმ მნიშვნელოვან კითხვებს დავსვათ, რაც ძირითადად ჩვენს მეძაღლებს და ძაღლის მოყვარულ ადამიანებს აინტერესებს.
ბატონო გია, FCG როგორც საქართველოს კინოლოგიური ფედერაცია როდის დაარსდა და აი საერთაშორისო აღიარება როდის მოიპოვა? სხვადასხვა დრო არის ეგ. FCG დაარსდა ბატონი იუზა ბერაძე. ჩემი წინა მორბედი, ესე ვთქვათ. მან ჩამოაყალიბა ეს ჯერ კიდე 92-13 წელი იყო. 97 წლის 6 აგვისტოს გვაღიარეს კონტრაქტ პარტნიორად. აი 97 წლის 6 აგვისტოდან ხოხით მოვდივართ. 2001 წელს გავხდით ასოცირებული წევრი. აი 2001-დან 22 წლამდე ბევრი ქარტეხილი გადავიარეთ, ძალიან ბევრი. 2013-ში მსოფლიოზე რომელიც ბუდაპეშტში ტარდებოდა, იქ პირდაპირ გამოვარდა ესეთი ევროპული სექციის პრეზიდენტი იოზეფ ჰილსა და არ იცოდა რომ მე იქ ვიყავი და ფოეში წავედი ეგეთი დიდი ფოე იყო და დარბაზა ყვიროდა რომ საქართველოს ხმა არ ვიცათ რომ მაშინ გვინდოდა ჩვენ ნუ კი 13 წელზეა ლაბარაკი არ ვიცათ და ეხლა ამხელა ტრამო არის ქართველი ადამიანისთვის აი სიამაყე რომ გინდა რომ ეს მიაღწიო ამას ნუ რა თქმა უნდა არ დაგვიჭირებს ხარი უკრაინამ დაგვიჭირა მაშინ რუსებმა არა ბულგარეთმა დაგვიჭირებ ხარ და ასე შემდეგ. რუსეთი არასდროს არაფერში არ გვიჭერს ხარს. ეს კიდევ ერთხელ ფაქტი. კი, რა თქმა უნდა. ამის წელს 2021-ში ჩამოსული იყო ვიცე-პრეზიდენტი. როდესაც სათანადოდ დავხვდით, გადავყევით თავზე, ნებისმიერ სტუმარს ყვებით ჩვენ თავზე. ქართული სტუმართმოყვარეობა გავაგებინეთ. კარგად ვიცით ეს სტუმარ მასპინძლობა. ამ ყველაფერმა მიგვიყო ეკილკარი ჩვენ მიგვიღოს 22 წელს, 2022 წელს სრულ ეფლებიან წევრად. ანუ რას ნიშნავს? ჩვენ ეს სიამაყე ისაა რომ იქ სადაც ევროპელი აი ხოვზი ვარ დელიკატები როცა დიდი გვერდზე იღა შენახარ განა არ ვიცი რომ კინოლოგიური ხარისხი საქართველოში გაცილებით დაბალია ვიდრე გერმანიაში ვიცი მაგრამ ეს ჩემი მიღწეული ნაბიჯი ვიღაცა ხო გააგრძელებს ამას იგება ჩამოიტოვოს ეს გერმანია და საფრანგეთი ხარისხით მიდგომით ჯერ კიდევ ნუ თქვენ რომ იცოდეთ რა ხდებოდა 20 წლის წინ იმასთან შედარებით არის სერიოზული წინსვლა. ახლა აი ჩამოდიან ავტობუსებით ეს რუსებიც, უკრაინელებიც, ბელორუსებიც, ჩეხებიც, პოლონელებიც. ეცდა მაინტერესებს. დღეს მე ვნახე უამრავი მონაწილე იყო ჩვენი მეზობელი ქვეყნებიდან ჩამოსულები. კი. მეგობრებო, ეს ძალიან დიდი მიღწევაა. ბატონმა გიამ მოყვა ხა რაღაც კონკრეტული ფაქტები და ძალიან დიდი შრომის და აი ოფლის ჩაღვრის შედეგი არის ის რაც დღეს ჩვენს კინოლოგიურ რეალობაში ხდება. აი ამის კითხვა მინდოდა, აი დღესდღეობით, აი დღეის მონაცემებით თქვენი შეხედულება მაინტერესებს ზოგადად რა დონეზე განვითარდა და თუ გვაქვს დიდი ნაბიჯები კინოლოგიაში, აი ძაღლები თუ დაიხვეწნენ, ჯიშები, აი ეს დართვები, აი ხო არის რომ ხშირად არის საქართველოში პრობლემაა, არასწორი დართვები მიმდინარეობს. კი, რა თქმა უნდა. გაუკონტროლო. აი მაინც ზოგადი სურათი როგორი არის დღევანდელობაში, რა გვიხსნათ და თქვენი აზრი რო გაგვამდეთ. სერიოზული წინსვლა არის, ამას ტრაბახით არ ვიძახი, მე იმიტომ შევადარე წინა წლებს და ზუსტად მაგიტომ ჩვენ გვეწვია ესეთი მაღალი დონის პროფესიონალები, თორე ჩვენ რომ მან დარღვევა გქონდეს, ეგეთი ხალხი ჩვენთან არ ჩამოვა სამსაჯოდ. დიახ, მაყურებლებს უთხრათ, რომ ამ დღეს 3 უცხოელი და საერთაშორისო 4 უცხოელი საერთაშორისო საჯი მსაჯობდა მათ შორის საერთაშორისო კინოლოგიური ფედერაციის პრეზიდენტი, რომელსაც 3-4 წელია ვეპატიჟებით და მოიცალა განა ქედმაღალი კი არ არის, არც არის, ყველას უნდა პატიჟო. გასაგებია რა თქმა. ეხლა მიზანი რა იყო ამ ადამიანის ტომაში აკელი, რომ ჩვენ გვეჩვენებინა ჩვენი ქართული ნაგაზი და 22 ძაღლის მოუყარეთ თავი და ვანახეთ ფოტოებიც ის და რომ გვენახება ეს არ არის აზიური, ეს არ არის, ხო ეს არის ქართული ნაგაზი. და შევარჩიეთ ძირითადად კახეთი და ვინც მისდევს სუფთა სისხლს, ვინც არ ურევს არაფერს, მაგ დიდი წინააღმდეგებია და რომ სხვა ჯიში სხვა და ეს დაუშვებელია ჩვენთან. ჩვენთან ყველაფერი დაუშვებელი არის, რაც არასწორი არის კინოლოგიურად. 35 წელი ამ საკითხს მივდევ, ხვდები ახლა 65-ის მალე პენსია მიწევს. გამთელობას გისურვებთ. ხო. და ვეღაცამ ხო უნდა გააგრძელოს ეს ყველაფერი, მე ხო თან არ წავიღებ, როცა იქნება. ხო და ეს აი ეს ამხელა წვალება დახვდება ნამუშევარი უკვე და გაუადვილდება რა. ჩვენი მიზანია რომ ქართული ნაგაზი, რომელსაც ცოტა ნაკლებ ყურადღებას ვაქცევთ, ჩვენი ქართველები საფრთხილებელი ჯიშია. ხო, მაგრამ არ ჩვენი ხელით ყველაფერს ვაფუჭებთ ჩვენ, არა მარტო ძაღლებს. ბატონო გია, უღრმესი მადლობა პირველ რიგში
ამ ღვაწლისთვის და რა თქვენ საქართველოს გავუკეთეთ და იმ ადამიანებს, ვისაც ჩვენ ძაღლები გვაინტერესებს, მნიშვნელობა არ აქვს. რა ჯიში იქნება დასამატებელი მაქვს. კი ბატონო, აუცილებლად არის ისეთი თქმა და მეგობრებო, ვისაც FCG და FCI აღიარების ძაღლები გყავთ, აი ამას მოусმინეთ, რამხელა შრომა არის და რამხელა დრო არის ჩადებული ამ ყველაფერში და ისინი ვინც ფიქრობთ off რა უნდა ჩემ ძაღლს მათ გთხოვთ რომ გამოიყვანოთ და აი ჩვენი მონაწილეობით და ჩვენი აქ ყოფნით დავუფასოთ ამ ადამიანებს ეს შრომა და ამხელა სულისკვეთება რა. მიზანი ჩემი არის ადამიანებს გვიყვარს ხეტყის მოჭრა, ქვანახშირის ამოღება მიწიდან, რკინის ამოღება, 1000 რაღა მარგანეზე, მაგრამ ჩვენ ბუნებას არაფერს არ უბრუნებთ. არაფერს არ უბრუნებთ. ჯიში კავკასიური ნაგაზი, ქართული ნაგაზი წამოღებულია ბუნებიდან. თვით დაბადი არის. რომ არა კავკასი, ეხლა არის საზღვარი დაცული ჭოგრიტები აქვს და 1000 ელექტრონული მოწყობილობა რომ საზღვარი არ გადაკვეთო და 30 წლის წინ 30 წლის წინ მეცხვარე მესაზღვრი იყო მეცხვარე ზაღთან, ცხვართან და მეცხვარი ადამიანთან ერთად. ო, ნამყოფია, სულ ბოლოში ვარ ნამყოფი. აი თათუშეთი გომეწრის ხეობაში, ჯვარბოსელა, ილურთა, ბიქურთა, აი სულ შემოვლილი მაქვს. ხადოს ხეობა ისინი, ეს ძაღლები მუშაობდნენ იქ. ადამიანს მეტაკლებად ძინავს, ძაღლი მუშაობს. ჩემი მიზანია დღესაც, თუმცა ამას ვაკეთებდი ხშირად, მე და ყობა სუბელიანი, ჩემი მეგობარია, ღამე როცა მინისტრი იყო მაშინ ჯერ კიდევ მივდიოდით თათუში ხეობაში, არწივის ხეობა და ეგეთ რაღაცებში და ძაღლები მივყავდა, რომ დილა სამსახურში უნდა ყოფილიყო, იცით რა რეჟიმი იყო მაშინ და ვისი რეჟიმი იყო და ამას ვაკეთებდით ჩვენ ეს აღდგენები. მე წავმიყვანია დედალი, ჩემი დედალი ფერმზე მიჩუქებია იქ უნდა თუ არ დაიბადა ის ლეპი ისინი ვერ მიიღებენ. რუსებმა რა გააკეთეს ერთხელ 50-იანი წლებია. აღდგნენ და რუსულ წევარს შეაჯვარეს. რუსკაი ბარზაია. რატო? ესო ძლიერიო და რუსულ წევარს. საზღვრები არის როგორც რუსები არის რა არის საზღვარი. შემოდიან და გადიან. ისინი ძაღლმა არის. ეგეთი მენტალიტეტის ძაღლები. კი, ეგეთი მენტალიტეტის ძაღლები ყავდათ რა, ყავთ. გაუშვეს გარეთ. დამატი. ეხლა გაერთო გაუშვეს საწავა ძაღლი მონოგამი არის, პოლიგამია. და დაიწყო დახვეული მეწვის სტარება კავკასიური ნაგაზი. ვერ გაიგებდი კავკასიური იყო და აი საშინება შეუძლია გააკეთოს ადამიანს. არა აქვს მნიშვნელობა ქართველია თუ ვირა იქ ბუნებაში ჩარევა თავისი წესებია ხო? დიდი დანაშაული იყო. ეხლა გაქარა კიდე კაი ეგანო? ნუ რაღაცები გამოსწორდა. გამოსწორდა, რაღაცები გამოსწორდა. სხვა საკითხია რომ კავკასიური ნაგაზს უნდა ბუნებაში აღდგენა. დაკარგული ცხოველები რომელიც გადაშენის პირზეა, ისე როგორც თვითონ დააშავა, თვითონ დაკარგა, ისევ ადამიანმა უნდა გამოასწოროს თავისი გაფუჭებული საქმე და ბატონო გია უღრმესი მადლობა იმ გაზიარებისთვის რაც დღეს ჩვენ მოგვიყევი ძალიან ინფორმატიული იყო ბევრი რამე გავიგე და კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ ყველას რომ გამოიყვანეთ ძაღლები გამოფენებზე რა მეგობრებო გიგა მეგუთნიშვილი გამარჯობა გიგა ძალიან გამიხარდა შენი ნახვა აქ პირველ რიგში მისასალმებელია საქართველოში მონადირე ძაღლები FCI აღიარების FCG საბუთებით ძაღლები რომ გამოფენებზე გამოდიან ძალიან მიხარია და რაღაცა სტანდარტის ამაღლებას რომ ემსახურებით და შენ მით უმეტეს ძალიან სასიხარულო ამბავია დღეს რომელი ძაღლებით იყავი წარმოადგენილი პირველ რიგში დღეს ორი ახალგაზრდა პოინტერი მყავდა ერთი ჩემს საკუთრებაშია ჩემ მფლობელობაშია მეორე ბატონი დიმიტრი ჩხაიძესი მაგრამ ჩემს საშენში დაბადებული მე ვამზადებ შეჯიბრებისთვის და გამოფენაზეც მომიწია მე გამომეყვანა ასე ვთქვათ. დარწმუნებული ვარ ძალიან ბევრი ის რომ გიგას და ძალიან ბევრმა იცის გიგას საქმიანობის შესახებ, მაგრამ მაინც ყველას გეტყვით რომ გიგა არის წინანდალი კენელის დამფუძნებელი. გიგას საშენში იბადებიან ძალიან წარმატებული ძაღლები, ევროპაში ცნობილი ძაღლები და თავად გიგა გახლავთ უმაგრესი მგეშავი, გიგას მეთოდები და მისი ძაღლებიც ამ ყველაფერს ამტკიცებენ. ზოგადად შენი აზრი მაინტერესებს საქართველოში მეძებარი ძაღლების მდგომარეობა როგორ არის ზოგადად ანუ ყველა ჯიში რო ავიღოთ რა აი რას ფიქრობ რა დონე გვაქვს და რა არის გამოსასწორებელი დაახლოებით მაინც თუ იცი რა. დღეს დღევანდელი დღიდან გამომდინარე ძალიან გახარებული ვარ იმით რომ მეშვიდე ჯგუფში საკმაოდ ბევრი ძაღლი მონაწილეობდა, კარგი ბრეტონები ყავდათ სხვათა შორის მომეწონა კურცხარები მომეწონა ძალიან კაი ძაღლები როგორც საგამოფენო ეგზემპლიარებს გულისხმობ ამ შემთხვევაში
პოინტერებსაც არ აუშავდათ, ნორმალური ძაღლები იყვნენ და დანარჩენი უკვე მონადირე ძაღლის პირველი და მთავარი არის მინდორი და მინდორში მისი მონაწილეობა შეჯიბრებში რა. ჩვენთვის პრიორიტეტი ყოველთვის საველე შეჯიბრებია, ვიდრე გამოფენა, თუმცა გამოფენა აუცილებელია. აუცილებლად უნდა მივიღოთ ყველა მონაწილეობა გამოფენებში, იმიტომ რომ ძაღლს ვიცოდეთ რა ნაკლი აქვს, რა პრობლემა აქვს, რა. ანუ რო ვიცოდეთ სანაშენე წუნი ხომ არ აქვს, სანაშენე აუცილებლად ჭირდება. გენეტიკური ნაკლი ხომ არ აქვს ძაღლს, ანუ ექსტერიერი მოწმდება ამავდროულად გამოფენაზე და ძალიან მნიშვნელოვანია რომ ექსპერტით შეფასებული იყოს ჩვენი მონადირე ძაღლები. კი ბატონო, ნამდვილად ესე. გიგა ჩვენ მონადირეები ვართ პირველ რიგში და გეთანხმები იმაში რომ მინდორი ჩვენთვის უპირატესია და პრიორიტეტი ჩვენთვის მინდორია და ძალიან დიდი წარმატებებს გისურვებ, ძალიან დიდი წარმატებები აქვს გიგას. საერთაშორისო მასშტაბით გიგას საშენში დაბადებული ძაღლები და თვითონ გიგას დაგეშილი და გაყვანილი ძაღლები უზარმაზარ წარმატებებს აღწევენ და ყოველთვის აღნიშნავ ხოლმე რომ ის რესურსები რაც ჩვენ გვაქვს რა საქართველოში აი მაგალითად შენ საშენში რამდენი ლეკვით შეიძლება დაიბადოს წელიწადში ეს იმდენად და ძალიან დაბალი ციფრია და მიზერული არის და მიუხედავად ამისა მაინც რო ახერხებ ამ ხელა წარმატების მიღწევას ეს ძალიან დიდი შრომის დამსახურება არის და პროფესიონალიზმის. გიგა ძალიან დიდი მადლობა. ძალიან ბევრი რჩევა მაქვს გიგასგან მიღებული, მეც და შეძლებს დაგვარად თვალისწინებ და დაველოდებით შემდგომში შენს საგაზაფხულო შეჯიბრებებს აუცილებლად დავესწრებით და მივიღებთ ჩვენს მონაწილეობას და იქაც გაგესაუბრებით კიდე და მინდორში რა რჩევები შეგიძლია მე მოგწე ამაზე. კი ბატონო, მაგაზე ცალკე შეგვიძლია რამე გავაკეთოთ. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა. გაიხარეთ თორნიკე, გაიხარეთ. რაც შეეხება დღევანდელ გამოფენას შევაჯამოთ, მე ძალიან გამიხარდა რომ ბევრი მონადირე ძაღლი ვნახე ამ გამოფენაზე. მათ შორის ჩამოყვანილი ძაღლებიც იყვნენ მეზობელი ქვეყნებიდან და კონკურენციაც შესაბამისად უფრო გაიზარდა და უფრო მეტი იყო. პოზიტიური შედეგებია. ჩვენმა მეგობრებმა აიღეს კარგი შეფასებები. ულოცავ, რა თქმა უნდა ბიჭებს. ეხლა რაც შეეხება Sky-ს. Sky-მ თავის კლასში, ანუ open კლასში, ღია კლასში ზრდასრული ძაღლების გამოფენაზე აიღო ტიტული. შედარებაზე ინტერმედიაში გამოვიდა ხვადი, რომელიც Sky-ს ნახევარ-ძმა არის, ისიც მამით ერთნი არიან და შედარებაზე ამ ძაღლმა გაიმარჯვა. ულოცავ ლუი ქვია, ხვაც ულამაზესი ძაღლია, მეგობრებო, ნახავთ კადრებში. ულოცავ ლუის პატრონს და უსურვებს ძალიან დიდ წარმატებებს მინდორშიც და გამოფენებზეც.